მოგესალმებით, შემოკარგებო. დღევანდელ ვიდეოში მოდით ვნახოთ რა გეოდებით უახლოეს პერიოდში. მესიჯი თქვენთვის სამყაროსგან. რას გიმზადებთ სამყარო უახლოეს პერიოდში? რა უნდა იცოდეთ? გვაქვს ორი ვარიანტი, პირველი, მეორე. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ და ვნახოთ. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვინც აირჩია პირველი ვარიანტი. რას გიმზადებთ სამყარო? ნახოთ. რას გიმზადებთ სამყარო? აი ნახეთ, როგორი საინტერესო ენერგიებია. თქვენ სამყარო გიმზადებთ გარკვეულწილად ახალ ეტაპს. შესაძლოა ხა რაღაც გარკვეულ კომფორტის ზონაში ხართ, ან რაღაც შიშები გაქვთ, გიჭირთ რაღაც ნაბიჯის გადადგმა, ქმედება, რაღაც შეიძლება ცოტა შიშებიც გქონდეთ და გარკვეულწილად აი ჩაკეტილი იყოთ რა თქვენს ნაჭრში იყოთ. მაგრამ უახლოეს პერიოდში, რასაც მიჩვენებს, ეს არის ახალი გზა, ახალი ეტაპი, რაც თქვენს ცხოვრებაში შემოდის და ეს ყველაფერი თქვენ მოგიტანთ ძალიან დიდ სიხარულს, ძალიან დიდ პოზიტივს თქვენს ცხოვრებაში. თავი არის ის, რომ აქ იმოქმედოთ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენზე და თქვენს ცხოვრებაზე. აქ შეიძლება იყოს რაღაც ფიზიკური გადაადგილებაც არ გამოვრიცხავ და ზოგადად რაღაც ახალი ეტაპი არის. ეს შეიძლება ეხებოდეს თქვენს პირადს, თქვენს სამსახურებრივ თემას, მოკლედ რაღაც სიახლეს ელოდეთ რა. აი აქ ყველა ვარიანტში მიჩვენებს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოდის. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. კი, აი ნახეთ, ტუზი გვაქვს კვერთხების, 5-იანი კვერთხები და 10-იანი მონეტები. აქ შეიძლება ცოტა კონფლიქტურ თემაში ხართ, მატერიალურ საკითხებსაც შეიძლება ეხებოდეს ეს თემა. რაღაც კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება გქონდეთ, მაგრამ გადაელახავთ ამ სიტუაციას, რაღაც ახალი მოხდა შემოდის, თქვენც თითქოს რაღაც ამოქმედდებით და არ ვიცი, თუ რაიმეს შეძენა გინდათ, თუ რაიმე მატერიალური ასე ვთქვათ, წინსვლა გინდათ, მაგრამ აქამდე რატომღაც რაღაც არ ხდებოდა ისე როგორც გინდოდათ, იცოდეთ, რომ აქ აუცილებლად იქნება ეს თემა და შეძლებთ იმას, რომ რაღაც ასე ვთქვათ, წინსვლა გქონდეთ. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენით იყოს უახლოეს პერიოდში თქვენთვის, რაც ძალიან გაგახარებთ. მოდით აბა ვნახოთ ასევე ორაკულიდანაც თქვენთვის რჩევა. აი, სულ თავის ვარდება კარტები და აი ნახეთ, ზუსტად ეს მესიჯი არის, რაც ცხრიანი კვერთხების ენერგიაა. დროა რომ რაღაც ნაბიჯი გადადგათ და გამოხვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან. აი ეს არის რაღაც ნოვის პირველი მესიჯი თქვენთვის. აბა კიდევ ვნახოთ რას გვეტყვის ტარო. კი ბატონო, აი ნახეთ, რაშიც ენერგია ჩადეთ, რაც შრომაც გაციეთ რაღაც საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად მიიღებთ შედეგს, ეს იცოდეთ. თავი არის, რომ რაღაც აი თქვენი მხრიდანაც კონკრეტული ნაბიჯები იყოს, შეძლოთ რომ რაღაც გარკვეული ქმედებები განახორციელოთ და ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ იდეალურ შედეგებს მიიღებთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ახლა თქვენ გაწუხებთ და ძალიან კარგი შანსები და შესაძლებლობები გეძლევათ ნამდვილად, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. კარგით, მოდით ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ვინც აირჩიეთ დიდი წმენდა მიდის პირველ რიგში თქვენს ცხოვრებაში ემოციურ და ყველანაირ მენტალურ დონეზე, ფსიქოლოგიურ დონეზე, ყველანაირად თითქოს რაღაც აი რაღაცისგან უნდა განთავისუფლოთ თქვენი თავი. ესე ვიტყოდი. მოდით აბა ვნახოთ რა მესიჯი აქვს თქვენთვის სამყაროს. განდეგილის არკანი გვაქვს. ზოგიერთები აქ რაღაც სიტუაცია გაქვთ, რაშიც გაჭედილი შეიძლება იყოთ. რაღაც არც იქეთ, არც აქეთ არ მიდის თემა. თითქოს ვცდილობთ, რომ თქვენს თავში გამოერკვეთ. რაღაც სიტუაციები შეიძლება ეხლა რაც ხდება, იმისთვის არის, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინოთ თქვენს თავში თუნდაც, ან რაღაც უფრო მეტად ჩაიხედოთ თქვენს რაღაც დაფარულ
ქვეცნობიერ რაღაცა ემოციებში და თქვენს თავში ზოგადად და რაღაც თითქოს ახალი უნდა აღმოაჩინოთ, რაღაცა სრულიად სხვაგვარად უნდა შეხედოთ, სხვანაირად გაიაზროთ. აქ მომავლის ხედვა გეცვლათ დიდი ალბათობით, რასაც ახლა ჩვენ აქ გვიჩვენებს ტარო. რაღაც იცვლება აშკარად რა, ესე ვიტყოდი. თქვენში და თქვენს გარშემოც. და 4-იანი კვერთხები ძალიან დადებითი ენერგიებია. აქ გექნებათ წინსვლა, ცოტა ნელი პროცესია, მაგრამ შესაძლოა ვიღაც დაგეხმაროთ კიდევაც, რომ აი წინსვლა გქონდეთ რაღაც საკითხში, აი ძალიან შეიძლება იზეიმოთ კიდევაც რაღაც თემა. არ ვიცი, სამსახურში შეიძლება იყოს რაღაც საკითხი, რაც გაწუხებთ და ეს გამოვიდეს ყოველ შემთხვევაში აი ესეთ რაღაცას მიჩვენებს და პლუს ის თემა არის, რომ რაღაც მატერიალურ საკითხებსაც შეიძლება ეხებოდეს. და რაღაც შემოთავაზება მიიღოთ, რაღაც სარგებელი მიიღოთ, ვიღაც დაგეხმაროთ, აი რაღაც ესეთი მომენტი შეიძლება იყოს. და ტუზი გვაქვს თასების, ძალიან კარგი ენერგია არის. საბოლოო ჯამში მე აქ გეტყვის, რომ აი თქვენი შესაძლებლობებს დაინახავთ, დააფასებთ, ასევე სხვების განაჩელობა იყოს ეს დაფასების მომენტი, რაღაც ისეთი გაიგოთ საკუთარ თავზე საბოლოოდ და სხვების განაჩენს საერთოდ არ ელოდებით, აი რაღაც გამოაშკარავდება თითქოს უახლოეს პერიოდში, რაღაცას დაინახავთ, რაღაცას აღმოაჩენთ, რაც აქამდე არ იცოდით, შეიძლება თქვენს თავზეც აი შინაგანად რაღაცას შინაგანი მოგზაურობა გქონდეს თქვენს თავში და ამავდროულად გარემო ფაქტორებიც იმოქმედებს, იმიტომ რომ რაღაცა აი სასიხარულო თემები შემოდის რა, რაღაცა ეს დადებითი ემოცია, რაც ნამდვილად გჭირდებათ თითქოს ახლა. კი, იმიტომ რომ რაღაცა აი წარსულთან დაკავშირებით ცოტა იმედგაცრუებები გააქვთ აშკარად და რაღაც გარკვეული არჩევანის წინაშეც დგახართ, ესე ვიტყოდი. ხო, აქ ცოტა წარსული მძიმედ მოყვებათ და დროა რომ რაღაცა მოიშოროთ წარსულიდან, აი ესე ვიტყოდი. აბა ვნახოთ მესიჯი ახლა ორაკულიდან თქვენთვის. ორაკულას გვირჩევს ეს ყვეტყვის. დროა რომ იმოქმედოთ რაღაც სიტუაციაში და საკუთარი თავის ფასი და წონა უფრო მეტად შეაფასოთ, იმიტომ რომ აქ რაღაცა შეიძლება თქვენს თავს რეალურად ვერ ხედავთ და აუცილებლად დაინახავთ, რამდენად ძლიერი ხართ, რამდენად კარგი ხართ, რამდენად სასურველი ხართ და ყველანაირად მოკლედ აქ იქნება, რა ვიცი, საკუთარი თავით ტკბობა, ესე ვიტყოდი და კმაყოფილება პირველ რიგში და ის პასუხები, რაც გჭირდებათ, აუცილებლად მოდის, აი ესეც იცოდეთ, იმიტომ რომ ეხლა რაღაც გაურკვევლობაში შეიძლება იყოთ. ძალიან ბევრი კითხვები გქონდეთ და პასუხებს ჯერჯერობით ვერ ხედავდეთ, მაგრამ აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში თქვენ აქ შეძლოთ იმას, რომ რაღაც გარკვეულ თემებზე აი ეს პასუხები მიიღოთ, რაც თქვენ ეხლა გჭირდებათ. მოკლედ ეს იყო მოკლე პატარა, მაგრამ ვფიქრობ საინტერესო გაშლა თქვენთვის. და გისურვებთ ყველას წარმატებას, რამდენად რეზონირდება თქვენთან შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ და დროებით გემშვიდობებით. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ პირად შეტყობინებაში დროებით და წარმატებები.